კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე. USAID-ის საარჩევნო პროექტები საქართველოში დაიხურა. ქრონიკის კითხვებს ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა უპასუხა. დონალდ ტრამპის განცხადებებმა დაადასტურა ქართული ოცნების სწორი პოლიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე ჯერ კიდევ 3 წლის წინ მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ნინო არღულიანი გაგვაცნობს განცხადებებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება უკრაინაში ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრებს ახსენებს იმ შეფასებებს, რომელიც აქ საკანონმდებლო ორგანოში 3 წლის წინ კეთდებოდა და სადაც ისინიც ასევე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ არა კონკრეტული ძალების ინტერესი უკრაინაში ომის არ დაწყება შესაძლებელი იყო. მმართველი პარტია ამბობს, რომ დღეს ტრამპისა და მათი პოზიციები ერთმანეთს ერთ-ერთში იმეორებს, ემთხვევა და მათ შორის ამბობს იმასაც, რომ თავად უკრაინის ხელისუფლებაც აღიარებს უკვე ამას. ამ დროს კი უკრაინაში არის ასეთი მოცემულობა, რომ დაკარგულია ტერიტორიები, გადამწვარია ქალაქები, დაღუპულები არიან ადამიანები და ასევე ჩამონგრეულია ქვეყნის ეკონომიკა. ქართული ოცნება ხაზს უსვამს, რომ მათი პოლიტიკა იყო მშვიდობიანი და იყო იქითკენ მიმართული, რომ საქართველო ომში არ ჩართულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა იყო ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ოპოზიციას როგორც ჩანს არ უნდა გაიგოს, რას ამბობს დონალდ ტრამპი, რადგან გრიგორ გეგელიამ დღეს სულ სხვა კითხვაზე სულ სხვა პასუხები გაგვცა. ტრამპის რიტორიკა არაფერში არ ემთხვევა ქართული ოცნების რიტორიკას. ნებისმიერი ცდელობა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპის რიტორიკა რაიმეში ემთხვევა ქართულ ოცნებას, არის პროპაგანდისტული ხრიკი და მეტი არაფერი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იქნეს მიღწეული, მე მას სრულიად ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და შეუძლებელია, რომ ნორმალურ ადამიანებს სხვა პოზიცია გააჩნდეს, რა თქმა უნდა, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და რა თქმა უნდა, რომ მივახციოთ ხანგრძლივ სტაბილურ მშვიდობას. ფაქტია, რომ ნაკლები მცირე რესურსების მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ გაბედა და დაუპირისპირდა ტრენდს, დაუპირისპირდა deep states, დაუპირისპირდა უამრავ შემოტევას, რომელიც დღემდე გრძელდება და თქვა ის, რაც სათქმელი იყო, ის რეალობა, რაც საზოგადოებას უნდა ცოდნოდა და ჩვენ საზოგადოებას უნდა უთხრათ მადლობა, რომ მისი ინტელექტისთვის, სწორი პოზიციისთვის, არა თუ ტრამპმა, არამედ რადაში ფრაქციის ხელმძღვანელმა, მერე ზელენსკიმაც მოგვიანებით უკვე თქვა, რომ ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ამის შესაძლებლობის წინააღმდეგ მივიღეთ ინსტრუქცია და მივყევით ამ ინსტრუქციას. ყოველგვარი დაფარვის გარეშე ეს თქვეს. ერთადერთი ვინც ვერ გაიგო ან არ გაიგო, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებს როგორც ეს რაღაცა მეტასტაზი ჩვენს სახელმწიფოს და დღევანდელობას. როდესაც ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო უპირველეს ყოვლისა, მახსენდება ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სწორედ ამაზე ჰქონდა საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რომ თავიდან აგვერიდებინა საომარი ესკალაცია და ომი უკრაინაში. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ ტიპის მიდგომას, რომ თავარი ფოკუსი უნდა იყოს მშვიდობა და არა საომარი მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ კონფრონტაცია აღწევდა იმ წერტილს, რომელიც შეიძლება გადაზრდილიყო აგრესიაში და საომარ მოქმედებებში, როგორც რეზოლუციის სახით, ასევე მრავალი პოლიტიკური განცხადების სახით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მხარეებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ეს ომი თავიდან აცილებული ყოფილიყო. ყველა მხარე აღმოჩნდა დაინტერესებული ამ ომის გაგრძელებით. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა. სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს აი ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში. სამაგეროდ ამ 3 წლის თავზე უკრაინამ დაკარგა 100,000-ობით ადამიანი, ტერიტორიები, ბუნდოვანი მომავალი, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა
და დღეს ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას არ მიიღებენ ნატოში და ამბობს იმას, რომ შეეძლო ზელენსკის თავიდან აეცილებინა ეს ომი. ამას ჩვენ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. დონალდ ტრამპი უკრაინას არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. დონალდ ტრამპი, ამერიკის 47-მე პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. იგივე განცხადებებს ჩვენ 3 წლის წინ ქართული ოცნების წევრების ლიდერებისგან ვისმენდით. სახელისუფლებო პარტია დღესაც ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ქონდა და ის ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი. ევროპას საქართველოში გამარჯვება სჭირდება. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის ეს გზავნილები მეორე დღეა განხილვის თემაა თბილისში. შეფასებებს ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს. ტერე ჰელანდის ეს განცხადება უკვე მეორე დღეა რადიკალურ ოპოზიციაში განსხვავებულად ესმის. მაგალითად, დღეს ითქვა ისიც, რომ პრობლემას არ წარმოადგენს ის პათოსი, რომელსაც ეს პოსტი ატარებს, რაც მოიცავს იმას, რომ ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ არის სუსტი და უნდა აიღოს სრული გავლენა საქართველოზე. მართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის კი ეს პოსტი არის იმის დადასტურება, რასაც სახელისუფლებო გუნდში უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ იყო კონკრეტული სქემა შედგენილი, რაც მოიცავდა საქართველოს ომში ჩართვას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. მართლ გუნდში დღეს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს. ეს არის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული სივრცე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ბუნებრივია ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის უნდა იყოს, როგორც არის კიდევაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც რა თქმა უნდა მარტო არ უნდა იქნას დატოვებული. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ ადამიანის განცხადება არ არის განყენებულად ერთი განცხადება. რეალურად იგი არის ხმა იმ ძალის ხმევის, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოზე ხორციელდებოდა, იმ ზეწოლის, რაც საქართველოზე ხორციელდებოდა და რომლის საერთო მიზანი, ასე ვთქვათ, იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ომის ფერხულში, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდებოდა. მაგთვის არ მაქვს კარგი ამბავი, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში ვერ შეძლეს საქართველოს შეთრევა ამ პროცესში, ჩვენ დასაბედნიეროდ ეხლაც ვერ შეძლებენ ამ პროცესში საქართველოს შეთრევას. ერთს ვისურვებდი მხოლოდ რომ მსგავსი განცხადებები მაქსიმალურად შეწყვიტონ, იმიტომ რომ თითოეული ესეთი განცხადება აქ საქართველოში იწვევს ხოლმე როგორც წესი დამატებით ესკალაციას, დამატებით რადიკალიზაციას, ამიტომ ყველა მოუფრთხილდეს, ყველა დაფიქრდეს თითოეულ ამ განცხადებაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად გადაითარგმნება იმაში, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული და ფაქტობრივად ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში. ამ პიროვნებამ რა განცხადებაც გააკეთეთ. თქვენ გონეთ შემთხვევითია, სწორედ ასე უყურებდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ბრძოლის ველი, ახალი უკრაინიზაცია უნდა მოხდარიყო, უკრაინიზაცია. და ჩვენ არ დავანებეთ ეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად დავდექით, სწორი პოლიტიკა რაც გავატარეთ, ამ შედეგია, რომ დღეს ჩვენ აქ ვსაუბრობთ ბიუჯეტის გაზრდაზე, ვსაუბრობთ უმუშევრობის შემცირებაზე, ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ვსაუბრობთ მილიარდობით ინვესტიციის აქ შემოტანაზე, ხოლო უკრაინა დღეს საუბრობს, იქნება თუ არა სახელმწიფო. ტერიტორია ვისდავის შორის უნდა გადანაწილდეს და უკრაინელი ხალხის ინტერესები არის თუ არა დაცული. მიუხედავად შიდა აქტორების და გარე აქტორების ცდილობებისა, საქართველოს ვერავინ ვერ ჩაითრევს ერთ საბრძოლო მოქმედებებში და მიუხედავად აი ამ უპრეცედენტო მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, მათ არაფერი არ გამოვიდათ, ისევე როგორც არ გამოვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა. ევროკავშირი უკვე აღარ მალავს საკუთარ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით. შეგახსენებთ, რომ ტერე ჰელანდმა უკვე საჯაროდ დააპოსტა ის, რომ ახლა ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც ბრძოლის მთავარ ველს და მისთვის მთავარი ახლა დაამტკიცოს ის, რომ ევროკავშირი არ არის სუსტი, რაც საქართველოზე სრული კონტროლის მოპოვებას ნიშნავს. ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო.
USAID-ის პროექტები საქართველოში დაიხურა ძირითადად ეს ეხება საარჩევნო პროექტებს. მეგი ნარსავიძე არკვევს დეტალებს და პირდაპირ ეთერში გვიერთდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია იმედს ემალებიან. დახურულ პროექტებზე საუბარი, როგორც ჩანს, მათთვის კომფორტული არაა. ჩვენ იმ ორგანიზაციების პოზიციით დავინტერესდით, რომლებიც საარჩევნო მიმართულებით მუშაობენ. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ტელეკომპანია იმედიდან ვიყავით, გითხრეს, რომ თანამშრომლები ოფისში საერთოდ არ იყვნენ და შეიძლება დღეს არც კი მისულიყვნენ. კითხვებზე ვერ გვცემენ პასუხს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტშიც. ტელეკომპანია იმედიდან რამდენიმე კითხვა. თანამშრომლები არ არიან ოფისში? კარგით. რომელ საათზე იქნებიან, შეგიძლიათ გითხრათ? გამარჯობა. ტელეკომპანია იმედიდან ვარ. გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე კითხვა. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ვუპასუხოთ. არ შეგიძლიათ გვიპასუხოთ? ვისურვებდი, რომ შეგვეძლოს, მაგრამ არ შეგვიძლია. რა არის მიზეზი? იმიტომ, რომ ასეთი ახლა სათაო ოფისის პოლიტიკა. სახელმწიფო გუნდში არასამთავრობო ორგანიზაციების დუბილი არ უკვირთ, ამბობენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები დონორების მიერ გადახდილ თანხებს საქართველოში საარჩევნო პროცესის დაზიანებისთვის იყენებდნენ. ეს პროგრამები, რასაც აცხადოს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არამედ პირიქით არასაარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს პროცესი და იმათაც, ვინც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული, იქნებ ეხლა დადგა იმის დრო, რომ გაიაზრონ და გადააფასონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ნებსით უნებლიეთ ძირს უთხრიდნენ საქართველოს დემოკრატიას. დომელი ნიშნავს იმას, რომ ემზადებიან გარკვეული პოზიციის გამოსახატავად და ჩვენ ახლა უკვე რუსთაველზეც საპროტესტო აქციებზე უკვე ვიხილეთ გარკვეული უკმაყოფილების გამოხატვის გარკვეული ფორმები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და მისი გადაწყვეტილებების მიმართ. ეს არის ნიშანი, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ განვითარებულა, ჯერჯერობით აშკარა კონტურები არ შეუძენია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევრობიუროკრატიას შორის აი ამ უთანხმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივას. იქამდე არიან ჩუმად. მარტო საქართველოში კი არ დაიხურა, თუ ვახშები დაახლოებით 10,000 თანამშრომელი იყო. ზოგადად სოფლიოს მასშტაბით და 300-მდე დაიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ და მთლიანად ჩაუკეტეს დაფინანსება იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ განმეორდები ფაქტები და მტკიცებულებები დადეს, თუ როგორ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა USAID და ის, რაც მათ აქვს დეკლარირებული თავიანთი ჩარტერის მიხედვით, იმ საქმიანობას ახმარდნენ მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 12%-ს, როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, ხოლო დანარჩენი პული იხარჯებოდა უკვე მავნებლობაში, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანაში და რევოლუციური სცენარების დაგეგმვაში. და ახლა ის რომ კომენტარს ვერ აკეთებენ, რა თქმა უნდა, ახლა ეს გასაკვირი არ არის, რა კომენტარი უნდა გააკეთონ. ხო, ახლა აღიარებით ჩვენებას არ ამგონია, რომ ესე პირდაპირ ეთერში აღიარებით ჩვენება მიცენ, რომ კი ბატონო, ჩვენ რევოლუციას ვაწყობდით. საარჩევნო პროექტებთან მიმართებაში USAID ბევრი მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიებთან, თუმცა ჩვენ გვახსოვს 2020 წელს გაყალბებული პარალელური დათვლა, გვახსოვს 2024 წელს პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც საერთოდ არ გამოაქვეყნა სამართლიანმა არჩევნებებს, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ფინანსდებოდნენ სამოქალაქო სექტორის გავლით, ფინანსდებოდა მათი წინასაარჩევნო კამპანია და ამის ფაქტები ჩვენ არაერთი წარმოვადგინეთ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უბრალოდ აღარ დავიხან განხორციელდება, რაც თავისთავად ხელშეუშლის ოპოზიციის იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც მათ ჰქონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციები მედიასთან ისედაც შერჩევითად თანამშრომლობდნენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. პირდაპირ ეთერში მეგი ნარსავიძე საუბრობდა. სლოვაკია ევროპარლამენტარის თქმით ბრიუსელს არ აქვს უფლება მოსილება საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვოს ან დააძალოს, რადგან ამის არანაირი სამართლებრივი თუ გონივრული საფუძველი არ არსებობს. ქრონიკასთან ინტერვიუში ბრანისლავ ონდრუში მწვავედ აკრიტიკებს ევროპარლამენტის მიერ მსგავსი მოთხოვნების შემცველი რეზოლუციების მიღებას და განმარტავს, რომ ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ რეალობას აცდენილი და უსამართლოა. სლოვაკია ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში ბრიუსელს რეალობის აღიარება მოუწევს.
ევროპარლამენტში საქართველოს დისკუსიების დასაწყისშივე ვცდილობდი ყურადღება გამემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, წარმოუდგენელია და საშინელებაა, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობას უწოდო პრორუსული. ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიდგომა საქართველოსადმი იმთავითვე არის სრულიად უსამართლო და ეფუძნება ყალბწინა პირობებს. თუ კი გსურს გქონდეს რაიმე სახის გავლენა საქართველოში, საჭიროა კომუნიკაცია როგორც თანასწორ პარტნიორთან. ყველაფერი უნდა განვიხილოთ პარტნიორული დიალოგის ფარგლებში. აშკარაა და ცალსახაა, რომ ევროკავშირს არ აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება, რომ რომელიმე ქვეყანაში რამე ძალის გამოყენებით შეცვალოს. პირიქით, საჭიროა დიპლომატიური კომუნიკაცია, შეხვედრები და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარება. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ნებისმიერ ქმედებას სწორედ ეს უნდა დაედოს საფუძვლად. მე როგორც პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, რომელიც არაერთ აქტივობაში მონაწილეობდი, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოგვემზადებინა, ქართულ კოლეგებთან საუბრისას არასოდეს ვერ იტებოდი ღია საუბრებს სენსიტიურ თემებზე და ისინი ყოველთვის ჯანსაღად იღებდნენ კრიტიკას და ითვალისწინებდნენ. თუ კი გსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში და მე ამას ვემხრობი და მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შემცველ რეზოლუციებს მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები. ასეთი მიდგომა რეალობას აბსოლუტურად არის აცდენილი. ეს ახსუსტებს ჩვენს პოზიციას საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან და ვკარგავთ უნარს, რომ რაიმე სახის გავლენა გვქონდეს. ვფიქრობ, სრულიად საშინელი მოთხოვნა სიტყვებით არ მყოფნის რა უწოდო ამ საშინელ მიდგომას. საერთოდ აღარ გვრჩება ასეთ ვითარებაში არანაირი შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან სიტუაცია დავალაგოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ რომ ამის არანაირი საფუძველი თუ მიზეზი არ არსებობს. არც საერთაშორისო წესების ან პრინციპების კუთხით. ჯერა რომ გარკვეული დროის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში ევროპარლამენტში გააცნობიერებენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რეალობის გააზრება, გათვალისწინება და მიმღებლობა. მე პირადად ვეცდები, რომ ქართველ კოლეგებთან მქონდეს კომუნიკაცია. უკვე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან. ვგეგმავ თბილისში ჩამოსვლას შემდგომი პოლიტიკური მოლაპარაკებისთვის და ვეცდები, რომ ხიდები ავაგოთ კვლავ. ევროპარლამენტარებსაც გავესაუბრები, რადგან ევროპარლამენტის მიდგომა აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. 83 მომხრენული წინააღმდეგი პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო მმართველი გუნდის განმარტებით. მათი მიზანია უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება გამჭვირვალე იყოს და თავად დააფინანსონ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. თვითონ კანონპროექტი შექმნილი სამართლებრივი გარემო მიგვაჩნია, რომ გააუმჯობესებს იმ გარემოს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობა. კანონპროექტის მიღების შემდეგ სხვადასხვა სახსრის მოზიდვით ისინი შეძლებენ თავიანთი სახსრების ფინანსური მიმართულებების გადანაწილებას და დივერსიფიცირებას. მათი ასეთი სურვილის შემთხვევაში ცხადია, თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ღია და ტრანსპარენტულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და შეძლებენ, რომ თავიანთ საწესდებო მიზნებს ემსახურონ ზუსტად ისე, როგორც მათი წესდება და მათი დასახული და გაცხადებული დეკლარირებული მიზნები ითვალისწინებს. თუ საზოგადოების ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავის ინტერესებს, თავისთანაც და საზოგადოებაც, საქართველოს თავისი ინტერესების გატარება რატო არ უნდა დააფინანსოს? ხომ არის, რომ მაგალითად ორგანიზაციები არასამთავრობო, რომელიც საზოგადოებთან ფინანსდება, ისინი კონკრეტულ მიზნებს ემსახურებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უმადური არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ბევრი ცუდი. ხედავთ ახლა რა ხდება, ხო? ისინი კონკრეტულ მიზნებს ემსახურებიან, კარგია თუ ცუდია. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს რა ჭირდება, მოსახლეობას რა ჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ. რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს რაც თავია ღია და გამჭვირვალე, რომ მოსახლეობამ გაიგოს რა ხდება მათი სფეროში. ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აკეთებს კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ მამუკა მდინარაძეს. კითხავთ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ, რომ უკრაინას მიმართ რომ ომთან დაკავშირებით საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ ომიო. ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების განცხადებებით მსგავს სისტემის. რამდენად არის თანხმედრაში ახლა ქართული ოცნების და ტრამპის პოზიცია და რასთან გვაქვს საქმე, როცა ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე ამერიკისგან? აქ ცოტა ზოგადად და ოდნავ შორიდან თუ შეძლებს უნდა შევხედოთ მოვლენებს და უკან გადავახულოთ ცოტა. რატომ ხდება ისე, რომ 3 წლით ამ ქვეყანამ, მაინც ჩვენ თავზე არ ვილაპარაკებ, 3 წლით ამ ქვეყანამ ყველას მთელ მსოფლიოს დაასწრო განცხადებები, რომლებზეც
უდიდესი ბულინგი მიდიოდა არა თუ პოლიტიკოსის ან ჟურნალისტის, რომელიც გაიზიარებდა ოდნავ მაინც ამ პათოს, არამედ ქართული ოცნების რიგითი ამორჩევლის, ან უბრალოდ ობიექტურად მოფიქრებდა მოლაპარაკე ადამიანის მიმართ. თქვენ ხო გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით. ათეულობით მილიონი დოლარი USAID-ის და სხვა ორგანიზაციების იხარჯებოდა იმაში, რომ უბრალოდ დასამონათებელი ამბავი ყოფილიყო მიახლოებული იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი, რასაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურ დონეზე საუბრობს. ანუ ჩვენ გვახსოვს რომ 3 წლის წინ, 2 წლის წინ, 1 წლის წინ, რამდენიმე თვის წინაც კი, რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, რასაც მათი ლიდერი საუბრობს, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ მონათვლის, მოღალატედ მონათვლის და ასეთი მდაბიო და ბინძური კამპანიურობის საფუძველი. ამიტომ ყოველთვის ცოტა წინ მაინც უნდა გაიხედონ ხოლმე ამ ადამიანებმა, რომლებიც როგორც აქტორები ასეთ კამპანიებში იღებენ მონაწილეობას და მთავარია რა იცით, სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს. რაც არ უნდა კამპანია დაალაგო და შეფუთო, არ არსებობს რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვნოს. დღეს ამერიკელი იტყვის იგივეს, ხვალ ევროპელი რომელიღაცა ბიუროკრატი, რომელიც იძულებული გახდება ასე ილაპარაკოს, ან სხვა ბიუროკრატი, რომელიც უბრალოდ სიმართლეს ილაპარაკებს და ჩვენ ალაპარაკებს დაემთხვევა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ვინ დაიწყო, როგორ დაიწყო, ვისი რა ინტერესები იყო, ამას კვლავ მომავალი გვაჩვენებს და გლობალურ პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებები გვაჩვენებს. გამომდინარე კითხავთ, ფაქტია რომ იცვლება. ბოდიში? არა, იმ ნაწილში არა რომ მან დაიწყო თუ ამან დაიწყო. არა. არა. მაშინ ის დადასტურებას შენი პოზიციები სწორი იყო. ერთი წამით. თქვენ რომ ჩვენ შვილებს თელ საქართველოს მაქვს საუბარი ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით და ჩვენ რომ ეს არ გავაკეთეთ და ამ კამპანიაში იღებდით როგორც რიგითი აქტორები მონაწილეობას, აქ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთი. ამ თუნდაც ამ განცხადებიდან გამომდინარე. ბოდიში, უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამონათებდით, იმიტომ რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით, დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურეს და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო ჯამში მიზანი ეს არის, თქვენ პერსონალად შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებლობაც კი უდიდესი დანაშაულია ჩემი აზრით. თუნდაც ამ განცხადებიდან გამომდინარე, ჩანს რომ სოფლიო იცვლება, ხო? სოფლიო დღის წესრიგი და სოფლიო რეალობა, სად არის ახლა საქართველო, რას ელოდებით ამ პროცესებისგან, იგი ოპოზიცია ისე ქუჩაში დგას, პროცესები იცვლება იქ, რა მოლოდინი უნდა კონცენტრირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ამბობთ, რომ იყო ზეწოლა ევროპული ქვეყნებიდან, დასავლეთიდან და სამშვიდობოს უნდა გასულიყო ქვეყანა. აი ახლა უკვე რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? უდიდესი შეცდომა იქნება ალბათ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. და თქმა იმისა, რომ რაღაცას გადაინაწილებენ, როგორც ეს ხდება ხოლმე სამოქალაქო საყოფა ცხოვრების დონეზეც კი, ხშირად ჩვენ მოგვისმენია ესე საუბრები, მაგრამ ამ საუბრების დონეზე არ რჩება დიდი გადაწყვეტილებები და გლობალურ პოლიტიკაში დიდი აქტორები ასე ჭორის დონეზე არ იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას, როგორც ამას ხშირად ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ ხოლმე, იმიტომ რომ საჭიროა მოედნად გახადეს მათ მაგალითად ქართული ტელევიზიები კრიტიკულ მედიას რო ეძახიან და სინამდვილეში აგენტურის მედიას რო წარმოადგენს. სინამდვილეში ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველოს თავისი ადგილი, თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვნა. ეს არის მთავარი. როგორი მიმართულებითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ შენ დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის ხარისხი იმდენად გააძლიერო, რომ ვერავინ ამ დიდ მოლაპარაკებებში, გადაწყვეტილებებში ამ დროს შენს გარეშე ვერ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება. დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას? ევროპული ბიუროკრატიაც კი და თავად ევროპა და ევროკავშირი, რომ
კეთდება განცხადებები, წარმოიდგინეთ, რომ ამ საკითხში, მაგალითად, უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხში იქნებ უკრაინას იყოს ჩართული. ანუ სახვეწარი რა გაუხდათ სამწუხაროდ ნახეთ, რომ უკრაინამ იქნება მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწყვეტილებაში და იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც შეეხება უკრაინას. ახლა დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, ხო? რამდენი ხნის წინ საუბრობდით ჩვენ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება ქართველების გარეშე. თქვენ გნებავთ ხა უკაცრავად ჟარგონის და გაარტყესო, აი ეს ჟარგონი გამოიყენება ხოლმე. ან თქვით რომ რაღაცა გაუმართლათ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სწორად განსაზღვრეთ მთავარი პრიორიტეტი, რაც ამ ქვეყნის გადარჩენას და რა თქმა უნდა კეთილდღეობას, განვითარებას და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში გადარჩენას მოემსახურებოდა, რომ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებები ვერავინ ვერაზროს ვეღარ უნდა მიიღოს ჩვენს გარეშე, ქართველების და ქართული საზოგადოების გარეშე. ჩვენ ვიცით პერიოდი გარდა იმისა, რომ მკვლელობა, წამება და გაუპატიურება მთავარი ნიშა იყო ნაცმოძრაობის, ერთ-ერთი მთავარი რაც ასე ხელის გულზე თითქოს ყველა მოქალაქისთვის არ ჩანდა, იყო ის, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ თავად. უბრალოდ გადაწყვეტილებას რას მიიღებდნენ, იცით, ვინ სად მოეკლათ და დაესაჯათ. ამაშიც კი ჩარეულები იყვნენ მათი პატრონები. რა დონეზე მიეშვათ ამ მიმართულებით და თითქმის ბოლომდე მიუშვეს, ხო? და გლობალურ კი არა, ელემენტარულ საკადრო გადაწყვეტილებებსაც კი ცოტა მაღალ დონეზე ვერ იღებდნენ თავიანთი პატრონების გარეშე. დავალებებით მოქმედებდნენ. ამაში ხო რაც ურემი გადატრიალდა, როგორც იტყვიან და გზა გამოჩნდა. მე ხო კიდე უფრო კარგად ვნახეთ და შევხედეთ ამ გზაზე რა ხდებოდა. რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად დამოკიდებულები თავიანთ შემკვეთებზე, პატრონებზე, დამფინანსებლებზე და წარმოადგენდნენ აგენტურა, რომელსაც არ შესწევდა ძალა, შეწინააღმდეგებოდა პატრონს რაღაცაში. და დღეს ჩვენი გადარჩენის მთავარი გასაღები, რეცეპტი, რაც გნებავ დავარქვათ, არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს და ჩვენ ვემსახურებით ყველანი ამ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერებას იმისათვის, რომ საქართველო მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში იყოს მთავარი აქტორი. ეს არის ოქროს გასაღები ამ დიდ გლობალურ, ამ ეტაპზე დიდწილად გაურკვეველ პოლიტიკაში საქართველოს თანამონაწილეობის და იმისათვის, რომ ქართული ინტერესი იყოს პირველ რიგში და პირველ პლანზე დაყენებული. მე მინდა კითხოთ USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროექტებზე, როგორც არის NDI, ISFED-ი მათ შორის და გვახსოვს ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი 2020 წელს. აი ამას რა გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე? მარტივად კითხოთ, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით აქაც დამოუკიდებლობის ხარისხს გააძლიერებს, იმიტომ რომ იმისათვის რომ მაგერ თქვენი კოლეგები რომ კითხვებს მისვავენ. ასეთი კითხვები რომ დასმულიყო, ასე რომ ეაზროვნათ მათ ათეულობით მილიონი და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ქვეყანაში. იმისათვის რომ ადამიანებს გონებოდათ ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს, შუახნისას თუ ხანში შესულებს, გონებოდათ რომ ისინი გულწრფელი თვითორგანიზებული პროტესტის თანამონაწილეები იყვნენ და სამშობლოთვის იბრძვიან და ამ მიმართულებით რომ რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს თითქოს ამ რწმენის შესაქმნელად ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იხარჯება ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი მნიშვნელოვანი თუმცა და ამ რწმენის შექმნისათვის ეს ათეულობით მილიონი დოლარით მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანები არიან, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძეს, იღვიძებენ, რუსეთისკენ მიექანებიან. მიუხედავად იმისა, წარმოიდგინე, როგორი რწმენა გაუმყარეს ამ ხალხს, რა უქნეს. ფსიქოლოგიური როგორი ტერორის ქვეშ ამყოფეს, რომ რწმენაში არიან, რომ დღესაც კი რაც ხდება, ეს ამერიკის შეერთებული შტატები რასაც აცხადებს, რა მოვლენებიც განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიტყვები 3 და 2 და 1 წლის წინ ნათქვამი ერთ-ერთში დაემთხვა დღევანდელი ოფიციალური ამერიკის პოზიციას. ამის მიუხედავად გონიათ ვიღაცებს გულწრფელად, მართლა გონიათ ვიღაცებს, რომ საქართველოს მიდის რუსეთისკენ. და აი ამ რწმენის ჩამოყალიბების წყარო იშლება და იქნებ ცოტა დაფიქრდნენ, აზრზე მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ არ ყოფილა თუმი ასე. თუმცა ახლა ცდილობენ, რომ ევროპული ფონდებიდან მოხდეს მაგალითად
ტყუილების დაფინანსება, ისეთი ტყუილის როგორც აი საუკუნის აფიორა, ხო მივხვდით ყველა რუსული კანონი 2 წლის განმავლობაში ჟურნალისტს, მომიტინგეებს და ასე შემდეგ. აძახებინეს რომ რუსულია კანონი დღეს ფარას ვარ რეგისტრირებთ ერთ-ერთი, ხმას ვერ იღებს ერთ-ერთი. წარმოვიდგინეთ. და აიგნორებენ თემას. დავალებას არ აძლევენ ნაცმედიის აგენტურული მედიის წარმომადგენლებს რომ ამაზე რაღაცა კრიტიკული შეკითხვები დასვან. იცით რატომ? იმიტომ რომ გამოაშკარავ პოლიტიკური მიზანიც ხო ეს არის, რა თქმა უნდა სამართლებრივი მიზანია პირველი, მაგრამ გამოაშკარავდება რომ ისინი უბრალოდ ესე დაბიოთ, ბინძურად აკეთებდნენ ფეიკებს წლების განმავლობაში. და რა დამართეს ამ ხალხს ახლა რა დღეში არიან წარმოედგინეთ რომ გააპროტესტეს ანუ საშინელ მდგომარეობაში იყვნენ რუსეთისკენ მიდიოდნენ რუსულ კანონს იღებდა საქართველოს ხელისუფლება და დღეს ფარაზე ვერ სვავენ შესაბამის კითხვებს აი ამ მდგომარეობაში ამყოფებენ და ნუ თავარი ის არის აი დავასრულებ ამით თავარი ის არის რომ ეს ფონდები და ამ ფონდების დახურვა ნიშნავს იმას რომ თავად დაფინანსების წყარო საიდანაც მოდიოდა იმ ქვეყანაში ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მავნებლობაში აღარ დაიხარჯოს და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები ან საერთოდ აღარ დაიხარჯოს ისვეთის შემოქმედება ხო გვახსოვს 2020 წელს უბრალოდ პარალელური ხმის დაცვის მონაცემები გააყალბა ამაში მიიღეს 10,000-ობით და 100,000-ობით დოლარი შეიძლება მილიონობითაც რომ ნაცვლად არჩევნებს და გაყალბებულიყო პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. მეტი რა უნდა კადრო რომ მიხვდე რაშია საქმე. მაგრამ ამ კადრების მიუხედავად იმის მერე 4 წელია, თითქმის 5 წელია გასული, მე 5 წელია აგერ და მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისვედის უფრო ჯერათ ვიდრე მაგალითად საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას. თქვენ ცოტა საუბრობთ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ნახეთ ტრამპის განცხადებები, რომელიც არ არის უკანონთან დაკავშირებული, მხოლოდ ნახეთ მისი გადაწყვეტილებები ფაქტობრივად ინაუგურაციის დასრულებისთანავე გარჩევებზე. ერთია პროცესი, რომელიც შტატებში მიმდინარეობს, რომელსაც შეგვიძლია გავლენა ექნება საქართველოზე, მეორეა რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ ეს გარჩევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციირებისთვისაც ემზადებით, და ნაწილი გრანტების კანონს გულისხმობს მეორე მოსმენით მიღებული თვალსაჩინო, თუ რა არის თქვენი პასუხი აი ამ მიმართულებით? სოფო, ჩემი წინა ბრიფინგი და წინაც პრინციპში მეტწილად ემსახურებოდა ამ მიზნის აღსრულებას, რაც თქვენ მკითხეთ და რასაც ქვია, უცხოური გავლენის შესუსტება საქართველოს და საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო გამტკიცება და სუვერენიტეტის ხარისხის კიდევ უფრო გამტკიცება. ფარას კანონის ერთ-ერთი გადმოწერა ინგლისურიდან ქართულად. მათ შორის მედიის კანონზე მუშაობა, შემდეგ დაინიცირება, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება და შემდეგ მისი საბოლოო სახის, ანუ კანონის სახის მიცემა, ამას ემსახურება, რომ fake news-ებისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. და სხვა კანონები, მათ შორის ასევე მახსენდება ერთ-ერთი პირველი ის, რომ სავალდებულობა მოიხსნას NGO სექტორის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა და მსგავსი საკითხები გაგრძელდება გამოწვევების პარალელურად. ჩვენ ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ ნაცმოძრაობის მედიის წარმომადგენლები და NGO სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის მომიტინგები, რომლებიც ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს, რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფო, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით თუ მის გარეშე ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც ისინი ნახულობენ ეგრეთ წოდებულ ხრელს კანონში, როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ ამაზე გამოძიებაც არის დაწყებული, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა არ არქმევდეს მათ მიერ ჩადენილ რეალურ საბოტაჟურ ქმედებას, საბოტაჟს და როგორ აცდენ ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად გვაჩვენებენ ისინი, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო საბოტაჟის ანტიქართული, ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას და პირდაპირ კარნახობენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი. მე კი ეძახიან ამაზეც დიდი დაფინანსება იხარჯება, დიდი თანხები იხარჯება ამ ყველაფრის რეპრესიებს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ კიდევ უნდა მათი სლოგანი, რომელიც მე გავიმეორებ და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, უნდა გავიმეოროთ მართლაც, ეს რეალობაში უნდა მოვიტანოთ. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი, არ იქნება ეროვნული ინტერესების გატარება, უნდა იყოს სამართლიანი
კანონები უნდა იყოს სამართლიანი აღსრულება ამ კანონების და შესაბამისად თუ ეს ამავე დროს ემსახურება ეროვნულ ინტერესებს ეს საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობის ხარისხს განამტკიცებს და აიძულებს ყველას რომ საქართველოში ვერავინ გაიფიქროს რომ ქართველების შესახებ მათ გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. ჩამოთვალეთ წესით ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. თუმცა თქვენი ოპონენტები ამ კანონების გამოც მათ შორის ინიციატივის გამოც სწავლად გაკრიტიკებენ რატომ როცა საუბარი არის რომ ეს ემსახურება აგენტურას და სუვერენიტეტს. აგენტს არ აწყობს არც ერთი ნორმა და მისი აღსრულების არანაირი მექანიზმი, რომელიც მას მოქმედების სივრცეს და არეალს შეუზღუდავს. ეს არის მარტივი პასუხი და სულ ოდნავ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მოქმედებს Deep State-ის აგენტურა და სამწუხაროდ Deep State-ის გავლენის ქვეშ მოქმედებენ ბიუროკრატიის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რომელიც სინქრონში, ასე მათთან ერთად, მაგალითად, აი სალომეს მურაბიშვილს გავიხსენებდი მაგალითად, აი ეს ხალხი, რომელიც Deep State-ის გავლენის ქვეშ არის და მათ დავალებებს იღებს, ერთმანეთს ელაპარაკება და ამით იქნება საქართველოში ნიუსები. გუშინდელი ნიუსი მაგალითად Deep State-მა, ან პოლონური ამბავი გახსოვთ ხომ, ცარიელის სკამი და რაღაც რატომ უნდა მოვიდეს მე რომელიმე ადამიანი, ახლა ვეგაქცევთ პასუხს წინასწარ, არ არის პრობლემა. რომელიმე ადამიანი ნაცმოძრაობის ტელევიზიიდან უნდა იკითხოს ცარიელის სკამი რას ნიშნავდა იქ და რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ეს არის დალაგებული, მავნებლური საქართველოსთან მიმართებაში, ვიღაცას თავისი ეროვნული ინტერესიდან შეიძლება კარგი გონია ეს. საქართველოსთან მიმართებაში Deep State და მისი აგენტურის მიერ დალაგებული სქემა და გეგმა იმისათვის რომ დააზიანონ ქართული ინტერესები. იმისათვის რომ ჩელიაბინსკში გაღვიძების რაღაც მდაბიო ბომჟური მესეჯი, გაბომჟებული, გაბირჟავიკებული, რასაც ქვია მესეჯი, კვლავ გახდეს აქტუალური, რომ გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში, ძაღლს არ იქნება იმაში, რა ქვია, საქართველოში საბაკად ასე სისულელები რო ილაპარაკონ, ამისათვის აკეთებენ ასეთ ქმნიან ასეთ ნიუსებს. და სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ხდება ერთი მთავარი რამ. Deep State-მა რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები. და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ Deep State-ის ადგილობრივი გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის რაც გინდა დავარქვათ, ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები და მათ ზურგს უმაგრებდნენ და კიდევ უფრო ძლავრად ამაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს და მისი უკვე არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ამ დიდმა ჯგუფმა, ძალიან გავლენიანმა ჯგუფმა, დღევანდელ მსოფლიოში, დღეს ოდნავ უსუსტება პოზიციები მართალია, მაგრამ ამ ჯგუფმა წააგო საქართველოს არჩევნები, ახლა აღარ იციან რა ქნან და ამ სისულელეებს დგავენ თავიანთი დღის წესრიგის თუ ფეიკების სახით. ტერეჰელანდის განცხადებაზე უნდა კითხოთ. ზე? ტერეჰელანდის განცხადებასთან დაკავშირებით. ტელერის სიბოდუში. მეთქი ტელე რაღაც ვერ მივხვდი სახელს როგორც მეუბნებით თურმე ტელე რომ გავიგონეთ ტელე რაღაცის განცხადება დიახსან საქართველოს არ არის პატარა ქვეყანა ეს არის საბრძოლო ველი და ევროპამ ახლა უნდა გაიმარჯვოს იქ და შეტევაზე უნდა გადავიდეს როგორც ეკონომიკური ისე სტრატეგიულ ევროპას რატომ ესახება საბრძოლო ველად საქართველოს ყველას დავუპირისპირდით განცხადებებით საქმით ვინც გაბედა და მინიშნება წინა პერიოდში, წინა წლების განმავლობაში გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში ომი უნდა იყოს და ის უნდა იყოს ბრძოლის ველი. მაგრამ დღეს უკვე ჩვენი სიტყვები აქაც დადასტურდა, ევროპელები, ბევრი ევროპელი ექსპერტი თუ არა ექსპერტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად მაგალითი ვნახეთ, საუბრობს, რომ საქართველოს ბრძოლის ველი უნდა იყოს. ნებისმიერ მათგანს ჩვენ ვეთქვით, რომ საქართველოს მაშინ როდესაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გქონდათ მაშინ ვერ გახადეთ ბრძოლის ველად. და ამ ქვეყანამ გამორიცხა თვით ლიკვიდაციის გზით Deep State-ის მსახურება. შესაბამისად, ეს ახლა მით უმეტეს არ გამოგივათ ბატონებო და ქალბატონებო და ამაზე ნუ იოცნებებთ. იმიტომ რომ საქართველოს შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პირდაპირ გაგებითაც კი ინტერესებიდან გამომდინარეობს. უსმენდით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული მუხლი სამშობლოს ღალატის სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება გადაწყვეტილება მიღებულია. პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება. თქვენი ციტე სააკაშვილმა თავის დროზე და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი
კანონები და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, რომ ეს არ იყო სახელმწიფო ინტერესებში. ამიტომ წინსწრებად ემან რაღაც არ მოხდეს და მე ჩვენ არ გაგოსამართლონ არ მოხლითო და ამიტომაც ამოიღეს სავარაუდოდ ეს იყო არგუმენტი. რა მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არა სასამართლო შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ ის ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, ეკლესიას მტრობს ქართულ ინტერესებს. ბუნებრივია გასამართლდება კაცრად. ჩვენ ვაბრუნებთ მოსუსტად ინფორმულირებით, რაც მანამდე იყო, სწორედ იმის გამო რომ ასევე არ მიეცეს ამას გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციების საშუალება ვინმე აქედან გამომდინარე მუხლი დაბრუნდება სისხლისამართლის კოდექსში და ყველას ეცოდინება, ვინც უკვე უღალატა ანაპირეს მომავალში სამშობლოს ღალატს და უჯელი არ დარჩება. საჭიროება არის ძალიან მარტივი, სოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ასეთი მუხლი არ არსებობს და ის საჭიროებები რაც დღეს და გამოწვევები რაც აქვს ჩვენს ქვეყანას მაგვალდებულებს იმას, რომ ასეთის მუხლი დაბრუნდეს სისხლისამართლის კოდექსში. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ქრონიკა ისევ პირდაპირ ეთერშია. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დაცვის მხარის მოწმე ბრალდებულ ბაჩიაშვილის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი დაიკითხა. მოწმემ ბაჩიაშვილისთვის ნასესხებ თანხასა და პროცენტზე ისაუბრა. პროკურორი მოწმის სანდოობას ეჩუქეს აყენებს, სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მოწმემ კითხვებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და ფაქტების უმრავლესობას ვერ იხსენებდა. მან კაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხის და ინვესტიციის შორის და კაფიოდ განუცხადა სასამართლოს, რომ მე ვეძებდი სესხს. მე მივმართე მას როგორც სესხის გამცემ პიროვნებას. არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მოწმეს არ განუცხადებია. ყველაფერზე იძახდა, რომ ჩემი აზრით ეს ესე იყო, მე ესე ვფიქრობ, ან ასე შემდეგ. არანაირ არსებით ხასიათის გარემოებაზე მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ან თუ ჰქონდა მხოლოდ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია. შესაბამისად, მოცემულობა ძალიან მარტივია, მისი ჩვენება უბრალოდ მტკიცებულება არ და ვერ იქნება. წელს თბილისში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, მათ შორის სრულად განახლდება რუსთაველის გამზირი სამუშაო მაისში დაიწყება. ვაკის რაიონში კი კიდევ ორი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩები მოწესრიგდება. დასრულდება უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. ჩვენ გეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელიც თვითონ გზა არის ამორტიზირებული მძიმე მდგომარეობაში. მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა რომ სრულად დავამთავროთ. აქაც პირველი რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება, მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შიშუმოპირთათვის, ახალი განათების ბოძებით, თავისი ლედსანათებით, მიწისქვეშა ურნები იქნება, ნარჩენების ურნები განთავსებული, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშაოები დამთავრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, გეგმავთ ასევე არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის. 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,1% შემცირდა და 14,2% შეადგინა. მონაცემებით გაზრდილია როგორც დაქირავებით, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. გასული წლის მეოთხე კვარტალში დასაქმების დონე 47,1% შეადგინა. 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,1% პუნქტით შემცირდა და 14,2% შეადგინა. აღნიშნული შემცირების მიზეზად გვევლინება უპირველეს ყოვლისა ის, რომ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დახასი კაცით, ანუ 13% შემცირდა უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში, ასევე შემცირებულია დაახლოებით 55,000 კაცით მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 68,000 კაცით არის გაზრდილი ერთ წლიან ინტერვალში.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში და ზოგადად შრომის ბაზას რო შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებს და ზოგადად შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ზოგადად გაიზარდოს დასაქმებულთა ანაზღაურება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დილიდან ქალაქისა და სოფლის გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. პროცესს ადგილზე ზუგდიდის მერი გაეცნო. ქონდა შეფერხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, გვაქვს 15 ყველაზე მწვავე ლოკაცია, ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში. ამ წუთისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ლოკაციები უკვე გაწმენდილია, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე გვაქვს შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიასთან ერთად მუშაობთ, რათა შემჭიდროვებულ ვადებში აღმოიფხვრას ავარიის შედეგები. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.